სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტივებით, ესე იგი ფსალმუნი 97 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. უფალო, ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო, დღისი ხმა ვყავ და ღამე წინაშე შენსა. ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, გამარტავს, რომ ღმერთო, ჩემი ხსნის წყარო დღე და ღამე, ესე იგი გევედრებიო შენ. ესე იგი ეს არის გულწრფელი ღაღადი, მეგობრებო, სადაც ფსალმუნ მომღერალი, ასე თქვა, თავის მუდმივ ლოცვასა და ღმერთისადმი ნდობას გამოხატავს, ხო? დღე და ღამე, ჩემი წყარო ხარო შენო და დღე და ღამე გევედრებიო მე. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ესე იგი მუდმივი ლოცვა დღე და ღამის განმავლობაში გვიჩვენებს სრულ დამოკიდებულებას ღმერთზე. განსაკუთრებით გაჭირვებაში. მეორე მუხლი. შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს, მომისმინე ღმერთო ჩემო, ანუ ჩემი ლოცვა ეს თხოვნაა, რომ ღმერთმა გაიგოს, ესე იგი მისი სულის ძახილი, ასე ვთქვათ, რომ რაც გაჭირვების ჟამსაა, ხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება ასეთია, რომ ლოცვა ღმერთის წინაშე მიღწევა, ვიხდით, როდესაც სული მთლიანად მის წყალობას ენდობა. მესამე მუხლით შევაგრძელებთ. რამე თუ აღივსო, ძვირთაგან სული ჩემი და ცხოვრებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა. ჩემი სული გაჭირვებითაა სავსე. თითქმის სიკვდილს მივუახლოვდი. ფსალმუნ მომღერალი დავით მეფსალმუნე, ხო, მეფე დავითი აღწერს, მეგობრებო, სულიერ და ფიზიკურ, ასე თქვა, გაჭირვებას, მაგრამ მაინც ღმერთს ეძახის. გრიგოლ ნოსელი გამარტავს, ჯოჯოხეთი, ну ღრმა, ხო, ჯოჯოხეთი აქ სიმბოლოა, ასე თქვა, სულიერ სიბნელისა. სადაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რომ გაგვათავისუფლოს, ხო? შემდეგი, შევირაცხე მე მათ თანა, რომანი შთავიდოდეს მღვიმესა. ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი. ესე იგი, მე თითქმის მკვდრებთან ვარო, გათანაბრებული უძლურიო, ეს არის სასოწარკვეთის განცდა, მაგრამ ღვთისადმი იმედი ჯერ კიდევ ცოცხალი არის. კირილე ალექსანდრიელის გამარტება ასეთია, ეს მუხლი ქრისტეს განსასწრებს მიანიშნებს, მოასწავებს, უბრალოდ ხატია. ხო, ანუ რომელიც სიკვდილის სიღრმეში ჩავიდა, მაგრამ აღდგა. მეგობრებო, საერთოდ აქვე აქ იყო, ესე იგი, ჩვენ წავიკითხეთ ახლა, ხო, ეს სასოწარკვეთილება და უნდა ითქვას, რომ მოწყინება, სასოწარკვეთილება, ხო, ეს მუდმივი რაღაცა, ეს წუწუნი და მოკლეთელი ამბა, ეს არის უდიდესი ცოდვა. წუწუნი სხვა რამე არის, კი ბატონო, მაგრამ აი ეს მოწყენილი რო არის ადამიანი და ესე იგი სასოწარკვეთილებაში რო არის და სულ გამუდმებით რაღაცა აი უხასიათო და თელი ამბები, ეს დიდი ცოდვაა, მეგობრებო. ესე იგი შენ თუ სულ უხასიათოდ ხარ და სულ მოწყენილი ხარ და სულ სასოწარკვეთილებაში ხარ, ესე იგი შენ აი აქ გულში ღვთის იმედის ნაპერ წყალიც კი ჩაგიქრა. ამიტომ ეს ძალიან საშიში მდგომარეობა არის. მეხუთე მუხლი, მკვდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლუნი დაძინებულნი სამარესა, რომელთა იარაღა მოიხსენე და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს. ხო, ეს წავიკითხეთ მეხუთე, მეექვსე.
ანუ წაკითხული ქონდა ეს უკვე მეხუთე. მეექვსე მუხლიდან. დამდვეს მე მღვიმესა, ქვესკნელსა, ბნელსა შინადა, აჩრდილთა სიკვდილისათა. ანუ მე თითქოს სიკვდილის სიბნელეში ვარო, ღვიმეს ქვესკნელია ხო სიმბოლოა უკიდურესი სასოწარკვეთისა, მაგრამ ღმერთისადმი ღაღადი ჯერ კიდევ გრძელდება. ანუ ეს სიბნელე არის სულის გასასწრელი, მაგრამ ღმერთის ნათელი ყოველთვის ანათებს მას, ვინც ლოცულობს, ის იოანე ოქროპირი ძანებს. გამარტება უფროსო. შემდეგ ვაგზელეთ მეხუთე მეგობრებო მეშვიდე მუხლიდან. ჩემზე და გამტკიცნა გულის წყრომა შენი და ყოველნი განსაცხრომელნი შენი მოავლინე ჩემზე და განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემი და შემრაცხეს მე საძაგელად მათ და მივეცი და არა გამოვიდოდე. ანუ მეგობრებმაც კი მიმატოვეს ეს სრული ვთქვათ მარტოობის განცდა არის, მაგრამ ღმერთი რჩება ერთადერთი თავშესაფრად. მარტოობა განსასწრელის ესე იგი ნაწილია ხო, მაგრამ ის გვაახლოს ღმერთთან, ხო, რომ მას ვევედროთ. და თვალნი ჩემნი მოუძურდეს გლახაკებითა ღაღად ვყავ შენდამი უფალო და მარადღე გავიყვრეთ შენდამი ხელნი ჩემნი. ჩემი თვალები ცრემლებითა ესე იგი მოუზურებული, მაგრამ მაინც გევედრები მიუხედავად სისუსტისა და აქ მეფე დავითი ესე განაგზობს ლოცვას, ხო? წმინდა კირილე ალექსანდრიელი გამარტავს, ხელთა გამყრობა ნიშნავს სრულ განზარცვას ღმერთისადმი, თუნდაც გაჭირვებაში. შემდეგი მკვდართათვის ნუყოა საკვირველი, ანუ მკურნალთა აღადგინოს და აღგიარონ შენ. მე უკაცრავად მე მიმევინ უთხრობდეს სამარესა შინაწყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყდელსა შენსა. ესე იგი სამარხში უпростоრად ვინ აგასაგებდა და ღმერთო ფსალმუნ მომღერალი აქა დავით მეფე ითხოვს მეგობრებო რომ სიცოცხლის ესე იგი გაგრძელება სადა განაგრძოს ღმერთის ქება. იოანე ოქროპირი ამბობს რომ ეს მოწოდება რომ ცოცხლებმა გამოიყენონ თავიანთი ღმერთის დრო, ღმერთის სადიდებლად და აქვე უნდა ითქვას მეგობრებო როგორ ზოგჯერ კი არა ხშირ შემთხვევაში ჩვენ კარგავთ დროს, როდესაც უაზროდ რაღაც სერიალებს უყურებთ ტელევიზორში ან რაღაც ფილმებს, ხო, ესე იგი საათები გადის, დღეები და შეიძლება თვეებიც და კარგავთ ძვირფას დროს, რომელიც არასოდეს არ დაგვიბრუნდება ეს დრო და შეგვიძლია და დღეში ზოგჯერ 3 წუთსაც არ უთმობთ უფალს, რომ აი ესე იგი მადლობა უთხრათ მას, ვადიდოთ იგი და ვთხოვოთ შეწყალება. შემდეგი ვაგრძელებთ, შეგახსენებთ, ეს არის ფსალმუნი 87 წმინდა მამის გამარტებით და ჩვენ ვაგრძელებთ მე-12 მუხლიდან. საცნაურ თუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველება შენი და სიმართლეს შენი ქვეყანასა მას დავიწყებულსა და მე შენ და მიუფალო ღაღად ვყავ და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ. ესე იგი დილაობით გევედრები ღმერთო ცისკარი არის სიმბოლო ახალი იმედისა, სადაც მეფე დავითი ღმერთს ეძახის. დილის ლოცვა გვიჩვენებს, რომ ღვთის ძიება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არის და ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს სწრაფვა ღვთის მიმართ და ესე იგი ვთქვათ, როგორც ყოველთვის ვამბობთ, არ დამეზარება სულ ვიტყვი,
არასდროს არ დავკმაყოფილდეთ დღევანდელი ჩვენი სულიერი მდგომარეობით. შემდეგი მე-14 მუხლი. რად მეუფალო განიშორებ სულსა ჩემსა და გარე მიგცე პირსა შენსა ჩემგან. ანუ რატომ იმატოვე ღმერთო ეს განცდა, ესე იგი რომ ღმერთის სახე დაფარულია, მაგრამ ეს განსასწრელია ხო, რომელიც ნდობით აძლიერებს. კირილი ალექსანდრელის გამარტება ასეთია, მეგობრებო, რომ ეს მუხლი ასევე მიანიშნებს ქრისტეს განსასწრელს ჯვარს, ხო, მიანიშნებს, სადაც მან იგრძნო მიტოვება, მაგრამ ღმერთის ნება შესრულდა. ღმერთის მიტოვება რო იგრძნო, ეს ჩვენ გვაგამარტება სახარებაში, ვისაც გაინტერესებთ, შევბრძანდი და იქ მოусმინეთ. გლახა გვარი მე და შრომასა შინა, სიხრმით შემიდგან, ხოლო ავმაღლდი რაი დამდავდი და შევსულდი. ესე იგი ავგუსტინე გამარტავს, რომ გაჭირვება და მდაბლობა სულს ასწავლის ღმერთის წყალობის მნიშვნელობას. შემდეგი მე-16. ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენი და საშინელებათა შენ და შემიძრწუნეს მე. შენი რისხვა თითქოს ძლევს ეს განსასწრელის განცდა, მაგრამ სამომღერალია, ასე ვთქვათ, მაინც ღმერთს ევედრება, რაც ესე იგი ნდობის ნიშანია. წმინდა იოანე ოქრობილი გამარტავს, რომ ღმერთის საშინელებანი, ანუ შეიძლება იყოს განსასწრელები, რომლებიც სულს ღმერთთან აახლოვებს. გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად. ესე განსასწრელები წყალივით ფარავს და ეს გაჭირვების ტალღების მეტაფორაა, მეგობრებო, მაგრამ ღმერთი რჩება თავშესაფრად. ათანასე ალექსანდრიელი გამარტავს, წყალნის სიმბოლოა განსასწრელებისა, მაგრამ ღმერთის მადლი ყოველთვის გადაარჩენს. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ვასაუბროთ. ეს არის მე-18 ბოლო მუხლი. გამაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. ესე იგი, ყველა მიმატოვა გაჭირვების გამო მარტოობა სულს ღმერთისკენ უბიძგებს, რადგან ეს არის ერთადერთი ნამდვილი მხსნელი და ასევე გრიგოლ ნოსელი, მეგობრებო, ამბობს, რომ ესე იგი ჩვენ ეს მარტოობა გვასწავლის, რომ ღმერთი არის ჩვენი ერთადერთი ნამდვილი რეალური თანამგზავრი. ღმერთმა შეგიწიროთ და დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთანა. ამინ. გაგახაროთ, დიდი მადლობა.